თუ კი რამე სახით გაიმარჯვა რუსეთმა, პირველ რიგში ეს არის ჩვენი გონების ანექსია. რა გააკეთა ამ ერთმორწმუნეობის მითის შექმნით რუსეთმა? მეხსიერების წაშლა, ძალიან უხეში კორექციის შეტანა ჩვენს ისტორიაში. ამ ერთმორწმუნეობის მითით პირიქით დაგვაკარგვინეს სახელმწიფოებრიობა. პირდაპირ ხედავდი ნინო, აი ამ რაღაც ტროიან არქივებში, რომ ეს გადაჭქმალული ინფორმაცია მოგეძიებინა. მაგრამ ეს წერილები მაინც დაიკარგა. ვერ ჩავიდა რომში. 5000 წერილი, გაგზავნილი მიღებული მცდელობები, ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ერეკლეს ბედიც უკვე გადაწყვეტილი. ეს არის იდენტობის და მეხსიერების აღდგენისთვის. მეხსიერება, რომლის ირგვლივ ჩვენ ვიკრიბებით, როგორც ერი, როგორც ქვეყანა. აბა ხიზლად ქართველებო მიყვეთ მამაპაპის კვალსა, წარსულ გზნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა. მე სულ მგონია, რომ ჩვენ მაინც ვართ მედეგობის კულტურა. ეს სიტყვა, რომელმაც ოპტიმიზმი მომიმატა დღეს. ჩვენ რო გადავრჩეთ, ამისთვის გვჭირდება მეცნიერება. ჩვენ ხელის ჩაქნევამდე უამრავი ვარიანტი გვაქვს. მე ზუსტად ვიცი, რასაც ვიცავ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა წიგნისთვისაც, მოსვლისთვისაც და ბრძოლისთვისაც. მოგესალმებით ჩვენს არხ მისმინეზე და სანამ წიგნზე საუბარზე გადავიდოდით, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები და ასე თქვენ დაგვეხმარებით ჩვენი გადაცემის პოდკასტის და არხის გავრცელებაში. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი სლოგანი, რომ სამყაროს შეცვლის იდეა იბადება მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. რაც შეეხება წიგნს, დღეს ძალიან საინტერესო კვლევაზე მინდა ვისაუბრო. წიგნი ეკუთვნის ქალბატონ ნინო დობორჯგინიძეს, ილიაუნის რექტორს, მეცნიერს, პროფესორს. მან დაწერა რელიგიური ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისთვის მე-18-მე-19 საუკუნეებში. ეს არის ფუნდამენტური კვლევა. სანამ წიგნზე საუბარს დავიწყებდეთ, მინდა მეც თქვა, რატომ ავირჩიე ეს წიგნი სასაუბრო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის ამ რთულ დროში, რომ დრო გამონახე, რომ ჩვენთან სტუმრად მოსულიყავი. დიდი მადლობა ჩვენი არხისგან. ესე იგი, თუ კი რამე სახით გაიმარჯვა რუსეთმა, პირველ რიგში ეს არის ჩვენი გონების ანექსია. მეხსიერების წაშლა, ძალიან უხეში კორექციის შეტანა ჩვენს ისტორიაში. მითების გავრცელება, ჩვენი ისტორიული პერსონაჟების ცალსახად წარმოჩენა, რაღაც ისე როგორც მათ აწყობდათ და ჩვენ ვიცით, ბიოლოგიაშიც ასეა და ცხოვრებაშიც, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს მეხსიერება, ის აღარც არსებობს იდენტობა დაკარგული ადამიანის. ამიტომ გვეშინია ჩვენ მაგალითად აი ამ დემენციის, მეხსიერების დაკარგვის, რომ ჩვენი თავი აღარ ვარ და ასეთია კოლექტიური მეხსიერების წაშლაც. და ყველა თანამედროვე ნაშრომში ჩანს წვალება, როგორი გადამალული იყო არქივები, როგორი რთული ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია და კიდევ უფრო რთული ამოცანა გვაქვს აი ეს ცრუ ხატები და სტერეოტიპები, რაც არსებობდა ქართული ისტორიაზე, განსაკუთრებით ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში და მანამდეც როგორც აღმოჩნდა ეს რუსული პროპაგანდა ძალიან დიდი ხანია მუშაობს საქართველოში, აი ეს როგორ უნდა შევცვალოთ. ამისათვის საჭიროა ჩაერთოს პროცესში მეცნიერები. ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ კვლავ გავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ეს პროცესი ჩაშლის ეტაპზეა ახლა. და მინდა წიგნზე საუბარი დავიწყოთ იმით, როგორ გადაწყვიტეთ აი ეს კონკრეტულად ამ თემის აღებას. ეხლა ჩვენ რო ვიცოდეთ, აქ საუბარი არის იმაზე, როგორ იქნა ევროპა განდევნილი, ევროპელი მისიონერები საქართველოსთან საუკუნეების მანძილზე და რა მეთოდებს მიმართავდნენ ამისთვის, აი ეს გოვერნორ რუსო რას მიმართავდა, რომ აქ ეს განეხორციელებინა. აი როგორ მუშაობის პროცესი მაინტერესებს, იმიტომ რომ მივხვდი კითხვისას, პირდაპირ ხედავდი ნინო, აი ამ რაღაც ტროიან არქივებში, რომ ეს გადაჭქმალული ინფორმაცია მოგეძიებინა.
დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. წიგნზე არა უბრალოდ იმ პრობლემატიკაზე, რასაც ეს წიგნი ერთი კონკრეტული პერსპექტივიდან აჩვენებს, ხო? 2012 წელს ნიკარაგუას მაშინ კულტურის მინისტრი იყო, ინიციატივა იყო, რომ იტალიაში არქივები, რომელშიც დაცული იყო ეს საქართველოში არსებული მისიების შესახებ ინფორმაცია და ყველა მიცოდა, რომ იქ იყო აი ეს ასევე ერეკლეს მიმოწერასთან დაკავშირებული საკითხები. ეს შეესწავლა და 3 უნივერსიტეტის პროფესორები შეირჩა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი და ჩვენ ჩავედით რომში, იტალიაში ამ წყაროების საკვლევად. ნოდარ ლადარია იყო ამ პროექტის ხელმძღვანელი, სალომე კონჭოშვილი, მიშა მირაშვილი, სანდრო თვარაძე და მე. და მთელი მასალა, დიდი რაოდენობით მასალა, პირველად აღწერილობები გავაკეთეთ, ჩამოვიტანეთ მე საქართველოში და 3-ვე უნივერსიტეტს გადაეცა ეს მასალები და დავიწყეთ ამის კვლევა. ეს არის მე-7 პუბლიკაცია, რამდენიმე სადისერტაციო ნაშრომი მომზადდა და ეს იყო საკმაოდ, როგორ გითხრათ, ისეთი რთული მასალები, ჯერ გაციფრება, ესე იგი, გაშიფრვა ამისი. აქ იყო იტალიური, ქართული, ლათინური წყაროები, სომხურენოვანი წყაროები და ჩემი კოლეგები, აი მაია დამენია, თამუნა პატარიძე მუშაობდნენ ამ იტალიური წერილების თარგმნაზე და რამდენიმე, ასე ვთქვათ, პერსპექტივა გამოიკვეთა. ერთი იყო სწორედ წაშლილი მეხსიერება, განდევნილი ჩვენი ისტორიიდან, აი რომ დავფიქრდეთ, ხო, ვთქვათ, რა ვიცით ჩვენ ამ საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე, ორი ხატი, რომ ერთი იყო პრორუსული და მეორე აი მუსულმანური სამყარო და ერეკლეს უნდა აერჩია ან მუსულმანური სამყაროსა და რუსეთს შორის, მაგრამ არსად არ ჩანდა სწორედ ის მესამე წაშლილი პერსპექტივა და თუმცა ამაზე უამრავი მათ შორის რუსულენოვანი და აი იმპერიის გეოგრაფიული საზოგადოების და სხვა ბევრი ზაქარია ჭიჭინაძეს უამრავი აქვს ნაწილი და ყველაფერს თავი დავანებოდი მართლაც ივან ჯავხიშვილის შესანიშნავი წიგნი, რომელიც 1919 წელს გამოვიდა და სხვათა შორის ეს ამბები მეტნაკლებად ცნობილი იყო, მაგრამ მან ვერ დაიკავა ჩვენს აი საისტორიო მეხსიერებაში შესაძლებელი ადგილი და მე გადავწყვიტე, რომ აი მეკვლიას სწორედ ეს წაშლილი საისტორიო მეხსიერება. აი თქვენ გაქვთ 1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი წარმოდგენილია და ეს კაპუცინელი მისიონერების წერილი და ციტატა, რომ ერთხელ ამ ქვეყანამ აქედან ევროპის დიდებულ ხელმწიფეებს ახუროს თავის შეძლებით, ხო და ჩვენ ხედავთ, რომ ეს ფარული მიმოწერა პროპაგანდა ფიდეს კარდინალების მისამართით, ხო? აი რუსეთის ჯაშუშებზე რო იყო ლაპარაკი, ხა ჩემთვისაც როგორც ადამიანისთვის, რომელმაც იმის გამო, რომ პროფესიულად არ ვუკავშირები ისტორიას, ყველაზე დიდი შავი ხვრელი არის ჩემს მეხსიერებაშიც ეს ისტორია, რომელიც ისწავლებოდა ჩემი ახალგაზრდობის დროს და აი ეს რომ მაგალითად ფარული ჯაშუშები მაშინაც კი არსებობდნენ და პროპაგანდა ფიდეს აქ მისიონერებს ხელს როგორ უშლიდნენ. რამდენიმე წლის წინ ათინათელების დოკუმენტი გამოქვეყნდა, იქ წავიკითხე კიდევ რომ აქ ძალიან დიდ სირთულეებს უქმნიდნენ კათოლიკურ მისიებს და ამ შემთხვევაში კათოლიკური მისიები ალბათ უნდა აღვიქვათ როგორც ევროპასთან ხიდი და არა რაღაც სარწმუნოებრივი ელემენტი მარტო. კი, მაგას ზუსტად ასე წერდნენ მას რუსები, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის ჯაშუშები აქ. ხო. ასე აღიქვამდნენ. აი ასე აღიქვამდნენ და მე მგონია რომ ეს იარლიყის მიწებება შემთხვევით არის. რა თქმა უნდა, და საშუალებით ქართველებსაც, ხო, ვინც ამ კათოლიკურ მისიებთან ახლოს იყვნენ და თვითონ მეფე ერეკლე და ანტონ კათალიკოსი. ანტონ კათალიკოსიც როგორი ის არის, ეს პანაგია რო აჩუქეს. ხო. ფაქტობრივად ხო ეს ანტონ პირველს ანტონ მეორეს ანტონ მეორეზე ხო ჩვენ ხო ესე წარმოგვიდგენია რომ ეს ერთმორწმუნეობის მითი შეიქმნა მას შემდეგ რაც საქართველოს რუსეთს შეუერთდა ან მანამდე როცა აი ეს გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო ხო აქ ამ წიგნში სწორედ ის წყაროებია მიმოხილული დაახლოებით 1 საუკუნით ადრე და კიდევ უფრო 1700 წელს 1720 წელს უკვე პირდაპირ აი სხედან კონსტანტინოპოლში, სადაც უნდა ვიზა მიიღონ ამ მისიონერებმა საქართველოში შემოსასვლელად და იქ რუსი ჯაშუშები თვითონ ამ კათოლიკურ მისიებშიც კი სათითაოდ ამუშავებენ, ასე ვთქვათ, ამ მისიონერებს და ეუბნებიან, რომ არ უნდა წახვიდეთ თქვენ საქართველოში, წანდით სპარსეთის ან თურქეთის ნებისმიერ მხარებში და ჩვენ უზრუნველყოფთ
თქვენს უსაფრთხოებას, თქვენს წარმატებულ საქმიანობას, მაგრამ იქ არ წახვიდეთ. იმიტომ რომ ის არის რუსეთის ერთმორწმუნე ქვეყანა და რუსეთის იმპერია ამას არ დაუშვებს. ჯერჯერობით არაოფიციალური სტატუსით აკეთებს ამას რუსეთი, ხო? ანუ წინასწარ ამზადებდა ამ ყველაფერს და ეხლა ორი სიტყვით მინდა ასევე თქვა იმაზე, რა გააკეთა ამ ერთმორწმუნეობის მითის შექმნით რუსეთმა. რუსეთი საქართველოში დაეპატრონა რელიგიის ისტორიულ ფუნქციას. აი მან მოახერხა რომ გამოაცალა მთავარი შინაარსი ამ რელიგიის ისტორიულ ფუნქციას, რის გამოც მართლა ჩვენი სამწერლობო ტრადიციები, ჩვენი ეს მიკუთვნილობა აღმოსავლეთ ქრისტიანობასთან, აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან და მთელი ჩვენი კულტურული განვითარება, ხო? ეს ერები, კოპტები, ეთიოპები, ქართველები, სომხები, კავკასიის ალბანები, სწორედ აი ამ ბიბლიის თარგმანის წყალობით იქცნენ სამწერლობო ტრადიციის ერებად და განავითარეს მერე ყველა ჟანრი უკვლებლივ და აი ეს სამწერლობო ტრადიციები, რომ ქართულს რო სახელმწიფოებრივი მისია, ფუნქცია ქონდა ჯერ კიდევ რომ მე-5 საუკუნიდან მოყოლებული, ეს ამის დამსახურება იყო. ამიტომ ქართველებისთვის ეს რელიგიის ისტორიული ფუნქცია ჩვენი ნათესავის კონცეფციის შექმნა, რაც ლეონტიმ რომელმა თავის ეს იყო უმნიშვნელოვანესი, ამას დაეფუძნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა შუა საუკუნეებში. და ამ ისტორიული ფუნქციის გაგრძელება იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქართველების და ამიტომ აირჩიეს ის ერთმორწმუნე თუნდაც, ხო? მაგრამ ნახეთ რა ქნეს რუსებმა, ამას გამოაცალეს, გამოშიგნეს მთავარი. ქართველებმა იმიტომ აირჩინეს, რომ ქრისტიანობის შემოღებისთანავე სამწერლობო ტრადიციის განვითარებით და წარმართვით და დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან ურთიერთობით მათ სახელმწიფოებრიობა შექმნეს და ქართული ენის ირგვლივ შემოიკრიბნენ. და ამათ რა ქნეს? აი ამ ერთმორწმუნეობის მითით პირიქით დაგვაკარგვინეს სახელმწიფოებრიობა და რაც მთავარია ქართული ენა ჩაანაცვლეს რუსულით. ანუ ყველა მარკერი, რითაც ჩვენ ქართველები ვიყავით, წაგვართვეს. აი მე მახსოვს საკუთარი ინტერესებიდან აბსოლუტურად სწორად წავიდნენ. საკუთარი ინტერესებიდან აბსოლუტურად კორექცია სრულია. ნახეს რომ ჩვენთვის რა იყო ის ისტორიული მისია, ხო? ჩვენ ენის ირგვლივ შემოკრებილი და საერთოდ ქრისტიანულ კულტურას რა ნიშნით უკავშირდებოდით? კულტურასაც რა ამ ნიშნით უკავშირდებოდით, რომ ნახეთ თვით ბიზანტიური კონცეფცია იყო ქრისტიანული იმპერიის შექმნისა, ისეთი რომ ბიზანტიის კეისარი არის გარანტი კოსმოსისა, წესრიგისა ამ ქვეყანაში და ჩვენი კონცეფცია სულ განსხვავებული იყო. ლეონტი მრაველის კონცეფცია დაეყრდნო რას? ერთი საწყისიდან წამოსული მრავალფეროვნების ღირებულება და აღიარებას. ეს მოახერხეთ იქ. და აი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ამას ვახერხებდით, რომ თან იმ ბიზანტიელებს დავპირისპირებოდით და შეგვენარჩუნებინათ. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თქვენ რომ ნახოთ, მაგალითად 1083 წელს პეტრიწონში დაწერილი წესდება, გრიგოლ ბაკურიანის ამბობს, რომ არა, ეს დაიწერა ქართულად და ბერძულად. იმიტომ რომ მონაზონი მონასტრისა ჩემისანი გვარით ქართველნი არიან და წესავს, რომ მათ შეეძლოთ ქართულად აღმოკითხვა და ძეგლის წერის, ანუ ძალი რო აქუნდეს საერთაშორისო სივრცეში, ამიტომ ბერძნულად მოაწერა პატრიარქმა ხელი. ანუ ამას ვინარჩუნებდი და ეს იყო ჩვენი ისტორიული გზა, ხო? რომ ის ბიზანტიის იმპერიის პირობებშიც კი შეგვენარჩუნება და ერთადერთი იმპერია იყო რუსეთი, სადაც ჩვენ ამის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ და ყველა ოფიციალური სფერო ქართული ენის ფუნქციონირებისა შეიცვალა რუსული. და რაც ინიკურია, რომ სარწმუნოების გადამრჩენელად. ხო, და გადამრჩენელად ასახებენ თან. ეს არ მომხდარა არც ოტომანების იმპერიის შემთხვევაში, იქ ფირმანები ორენოვანი იყო. აი ხელნაწერთა ინსტიტუტში რომ ნახოთ, თქვენ უზარმაზარი კოლექცია ეს მართლა ორენოვანი ფირმა. ერთადერთი ეს რუსეთი იყო, ვინც მთლიანად მოსპო. რატომ? იმიტომ რომ მან იცოდა, რომ ამაზე შემოკრებილი ქვეყანა იყო ესა და დაეუფლა როგორც იმ ერთმორწმუნეობის, ანუ რელიგიის კონცეფტს და მთლიანად შეცვალა რელიგიის კონცეფტით ჩვენი მთავარი საყრდენი ელემენტი, ქართული ენა.
1811 წელს სამეფო კანცელარიაში და სხვა ეს დოკუმენტები გამოქვეყნებული აი ამ აქტებში წერილი გაუგზავნეს ქუთაისიდან, რომ ყოველგვარი საყოფაცხოვრებო წესი, მათ შორის ტყით სარგებლობის წესი, უკვე გამოვიდა რუსულად და ამით ქართული ენის ყველა სფერო ათვისებულია. ეს რას ნიშნავს? რომ ქართული ენის ფუნქციონირების ყველა სფერო მოვშალეთ და ახლა ხელფეხი გახსნილი გვაქვს, რომ ეს ქვეყანა ძალიან მალე იქცეს რუსეთად. ისედაც რუსეთის ორი გუბერნია იყო. და ერთადერთი სფერო სხვათა შორის, რომელიც საქართველოში რჩებოდა ოფიციალურ სფეროდ ქართულენოვანი, ეს იყო სწორედ საქართველოს კათოლიკური მისია. აი ეს მინდოდა მე თქვა, აქვე გამოჩნდა დაბრკოლება მათთვის, აი თქვენ რაც თქვით ზუსტად ამის ბოლომდე განხორციელებაში, ამ წიგნში ეს ძალიან კარგად ჩანს, რა უშლიდათ ხელს. და როგორც ახლა არის ევროპა მათთვის და ჩვენი ევროპული მისწრაფებები და ევროპა მათ შორის ეს სიტყვა ხო არ არის და ტერიტორია და მართლა მილანში შოპინგი ეს არის კონცეფცია რომ ადამიანის თავისუფლებაზე, განათლებაზე, გონიერებაზე მორგებული და სწორედ აი ეს კათოლიკე მისიონერები როგორ უშლიდნენ ხელს და ძალიან მინდა აი ვილაპარაკოთ ერეკლე მეორის ცდილობებზე, იმიტომ რომ მთელი ეს ხო აქვთ ამორჩეული მეფე ყველა პროპაგანდას ხო ყავს და ახლა არის ერეკლე მეორე როგორც მითვისებული მეფე კლავ ითვისებენ მეფეს რომელიც დახატულია ჩვენთან როგორ რომ არჩევანი გააკეთა ერთმორწმუნეობის სასარგებლოდ. აი მის ცდილობებზე ძალიან საინტერესოდ გიწერია და მინდა რომ აი ჩვენ მაყურებელსაც ვუთხრათ. ხო, მისიონერები დიდი სიყვარულით იხსენებენ ერეკლეს, რომელიც დაინტერესებულია და არა მარტო რელიგიურ წიგნებს თხოვს მისიონერებს, არამედ ქვეყნის მოწყობის წიგნებსაც. ხო, მან ათარგმნა რამდენიმე სხვათა შორის აი გერმანულიდანაც ათარგმნა აი სახელმწიფოს მოწყობის წიგნები და 1789 წელს, როცა პრეფექტს კაპუცინელების პრეფექტს დაუმთავრდა ვადა საქართველოში მოღვაწეობის, მეფემ აიძულა ის რომ დარჩენილიყო და ესეც გაურკვევლობაშია და ამბობს რომ არ ვიცი რატომ გადაწყვიტა მეფემ ასე, მაგრამ მე მისი ტყვე ვარ, მეფის ტყვე და 1791 წლის 16 მაისს მას დაავალა რომ ევროპის მეფეების კარზე უნდა გაეწია მისთვის რეკომენდაცია და გაატანა კიდევაც ლეტერა კომანდადიცია, ანუ სარეკომენდაციო წერილები დააწერინა და ეს იყო საფრანგეთის, ავსტრიის, ვენეციის, თვითონ რომის პაპის და ბევრი უმაღლესი სასულიერო და საერო პირების კარზე და როდესაც მისიონერი ჩავიდა კონსტანტინოპოლში, მოულოდნელად 3 დღეში ის გარდაიცვალა, ციება დაემართა და გარდაიცვალა. ყველასთვის წარმოუდგენელი იყო ეს და იქ მყოფი სასულიერო პირები. საჭირო ხალხი რაც უდროს გვიკვდება ხოლმე. კი, იქ მყოფი სასულიერო პირები, კაპუცინელები ამბობენ, რომ ჩვენ არ გვძრერა, რომ ის მართლაც თავისი სიკვდილით გარდაიცვალა და რასაბუთებენ რიც რომ როცა კაპუცინელ მისიონერს ჩვენ ეს წერილები ასე ცხედარი თან ქონდა ეს წერილები ასე ანუ მას თან ქონდა ეს წერილები და როცა წამოვიღეთ ეს წერილები და გავაგზავნეთ გვაიძულეს რომ ეს წერილები ამოგვეღოს აპოსტოლ ყუთიდან და გვითხრეს რომ არ შეიძლება ამ წერილების გაგზავნა. ანუ იცოდნენ რა წერილები მიჰქონდა და ამიტომ მოკლეს და წარმოიდგინეთ თანმხლებმა მისიონერმა მაინც ჩააგდო ჩუმად ყუთში წერილები და გააგზავნა და წერს კარდინალს რომ თქვენ გადაწყვიტეთ და თუ მაინც გადაწყვეტ რომ უპასუხოთ ერეკლეს ამ წერილებზე მე გამომიგზავნეთ ეს წერილი და მე გადავცემ საერთოდ როცა მიმოწერაში აფრთხილებენ რომ იქნებ როგორმე ეს გოვერნორ უსოსხილში არ ჩავარდეს ეს მიმოწერა, ანუ ესენიც უკვე შეგუებულები იყვნენ. მაგრამ ეს წერილები მაინც დაიკარგა. ვერ ჩავიდა რომში, შემდეგ უკვე მისიონერები ზეპირად გაზმოსცემენ ამ წერილების შინაარს. და ერეკლე აღარ დაელოდა 1792 წლის 14 ნოემბერია და ისევ გააგზავნა ამჯერად უკვე პოლონური წარმოშობის
კაპუცინელი მისიონერი მაურო დე ვერონა და გააგზავნა არა კონსტანტინოპოლის გზით, რომელიც მისთვის საშიში აღმოჩნდა, არამედ ვია მოსკოვია თუ ან აღმოსავლეთ ევროპის გზით. და იმის იმედიც ჰქონდა, რომ მან კარგად იცის გზები აღმოსავლეთ ევროპაში და ზუსტად პოლონეთში მოკლეს ეს მისიონერი, ბერტიცკოვა არის სოფელი, ჩემი მშობლიურ სოფელთან ახლოს და ყველაფერი გააკეთა ადგილობრივმა მისიამ, რომ მაქსიმალურად სწრაფად ჩაეტანათ ეს წერილები იოსებ მეორის კარზე. და თვითონ მაურო დე ვერონა წერს, რომ ისეთი მოულოდნელი იყო მეფეს კი შევკადრე ერთხელ მეთქვა, რომ ყოველგვარი მიმოსვლის სეზონი ახლა დასრულდა. და რანაირად მაგზავნით ამ ასე ვთქვათ ისედაც ცუდ პირობებში და მეფემ მითხრა, რომ ეს კი არა ქართულად დაწერილი წერილები უნდა გაგატანოთ, თარგმნის დრო არ არის. აი ეს თარგმნის ისტორია რა საოცარია გადაგზავნა. მართლად და ქართულად დაწერილი წერილები უნდა გაგატანოთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს წერილები ვეღარ გააღწევს აქედან, იმიტომ რომ ერგლე მიცოდა, რომ ჩაკეტი უკვე იმ ჯაშუშებს, რომელიც ერთი საუკუნით ადრე ჰქონდათ, როგორც კონსტანტინოპოლის, ისე აღმოსავლეთ ევროპის გზა ჩაკეტილი საქართველოსთვის, ისინი უკვე ლამის სამეფო კარზე იყვნენ. და 1793 წლის 20 მაისს ჩავიდა ეს წერილები იოსებ მეორის კარზე, ავსტრიის იმპერატორის და 3 დღეში წერილები გააგზავნეს კანცელარიატის სტატუსში, ანუ პროპაგანდა ფიდეში გააგზავნეს უკან თან წერილით, რომ ჩვენ აქ ვეცადეთ გარკვეულიყავთ შინაარსში, მაგრამ ვერ ვიპოვეთ ქართულის მცოდნე, ვაგზავნით თქვენთან, იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ვინც ამ წერილებს თარგმნის და გოგებინეს მეფეს. კი, მართავს ჩემთვის გულში lost in translation. კი, lost in translation არის ნამდვილად. იპოვიან ერთ თურქს, რომელიც თურქულად თარგმნის, მერე თურქულიდან ითარგმნება იტალიურად და ლათინურად და ყველა ეს წერილი კი არის დაცული ახლა და აი გამოვეცით, მაგრამ თან მხლები წერილები განსაკუთრებით, რომელიც პირველად გამოქვეყნდა, მაგრამ 24 ივლისს უკვე დაიდო გიორგევსკის ტრაქტატი და ერეკლეს ბედიც უკვე გადაწყვეტილი იყო. ეს არის მართლაც ძალიან ტრაგიკული ამბავი. მანამდე ერეკლეს ყოველგვარი მცდელობა, იგივე ანტონ კათალიკოსის, რომელიც იყო ძალიან განათლებული ადამიანი და მანამდე 80 სანამ ამ წერილებს გააგზავნიდა თელავში იხსნება თელავის ფილოსოფიური სკოლა, რომელიც სამწუხარო ძალიან ცუდად არის შესწავლილი. ეს არის მართლაც აი ამ ადრეული არის ამის არქივი არსებობს, არის მოგვინდეს ექთიმე ყაითმაზაშვილის სიტყვა და აი ამ თელავის ფილოსოფიური სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვა და თვითონ ანტონ კათალიკოსის თარგმანები, ის რომ ის არისტოტელეს რეფლექსიას უბრუნდება და ის წიგნები, რაც მან ჩამოიტანა, სხვა ჩემი ოცნებაა, რომ ოდესმე ამ მისიონერების ბიბლიოთეკა აღვადგინო, იმიტომ რომ ჩვენ გამოვეცით მისიონერების მიერ ქართულენოვანი ქადაგებები და ჩვენმა ერთმა კოლეგამ შეისწავლა ამ ქადაგებების წყაროები. ეს არის არისტოტელეს სვეტონიუსი მთელი მე-18 საუკუნის ჰუმანისტებით დამთავრებული. ოღონდ არ არსებობს, რომ ამ ადამიანებმა ეს ზეპირად იცოდეს. ეს არის გვერდნახევარი ციტატები და ისე გიჟდები, აი რომ მაინტერესებს, წარმოვიდგინეთ სვეტონიუსის წიგნით, ალბერტ დიდის წიგნით და მე-18 საუკუნის ფრანგი ჰუმანისტების და განმანათლებელების წიგნით სამეგრელოს რომელიღაც სოფელში ზის ეს კათოლიკე მისიონერი ის ხოლმე ესაუბრებოდა მრევლს და ეს იყო მათი სალაპარაკო თემა. ეს დაიკარგა და ეს ამოიკვეთა ჩვენი ისტორიიდან. ხო, ну რაღაცა თუ კარგი ურთიერთობის რაღაც ეპიზოდები ხომ ძირითადად უკავშირდება რომ აი განკურნებას, გადარჩენას, რაღაც მკურნალობას, მაგრამ არ დასცალდა შეიძლება ითქვას ფეხის ისე მოკიდება, რომ რუსეთს არ მოეკედებინა მერე. 83 წლის შემდეგ ძალიან გართულდა პრობლემები რაღაც და ზოგადად. ძალიან გართულდა მაშინ მერე ურთიერთობები, აი თამარაშვილსაც აქვს ეს აღწერილი ძალიან კარგად და ოღონდ თამარაშვილთან სწორედ წდება აი ამ 1840 წლის ამბები და წიგში მე შევეცადე რომ გაძევების ციკლიც ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. ხო, ერეკლეს შვილების მცდელობებიც, ბატონიშვილების იოანე და დავითის მთელი მცდელობები და სხვათა შორის ეს მეცნიერებასთან ბრძოლის ისეთი ანალოგია იქაც
მეცნიერებასთან ბრძოლის. რუსებმა თუ რამე იციან, კარგად იციან ის, რომ ნებისმიერი მცდელობა ადამიანის გათავისუფლების და გონებრივი დამოუკიდებლობის, რასაც კათოლიკური მისიები ხელს უწყობდნენ, ხო? აი ამდენი უბრალოდ წერა-კითხვა დასავლეთთან ურთიერთ თავისთავად ნიშნავს, რომ აი ეს ფილოსოფიის სკოლას რომ წერა-კითხვა ოფიციალური ერთადერთი. ხო, იმას კი არ თავზე კი არ გახვევენ რაღაც თავისას. ანესანის, როგორც ჩვენ გვიხატავდნენ, რომ არჩევანი იყო ანესანის. იყო კიდე მესამე არჩევანი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ და აქ ჩანს, რომ ეს ამდენი 5000 წერილი, გაგზავნილი, მიღებული მცდელობები, ყველაფერი წყალში ჩაიყარა და ერთ-ერთი ეპიზოდი ჩემთვის კიდე გულდასაწყვეტი იყო, კიდე ერეკლეს შვილებზე, აი რომლებიც ცდილობდნენ, აი ყველანაირად, როგორც ახლა ცდილობს ილიანური გადაჭარბების გარეშე, რომ აი ეს კვლევები ხო ამას ეძღვნება. ეს ხო ის არ არის მარტო თქვენი პროფესიული ინტერესი, რომ აი არქივში იჯდე და საკუთარი ვიწრო პროფესიული თემა განავითარო. ეს რაც ისტორიაში დღეს კეთდება, ილეონის ყველა კვლევა ამას ბოდიში რო შენი თანდასწრებით ვამ, მაგრამ ასეა. ილეონის ყველა კვლევა ბოლოდროინდელი ისტორიაშიც, ბიოლოგიაშიც, სოციოლოგიაშიც, ანთროპოლოგიაშიც რისთვის არის? მხოლოდ ეს არ არის მხოლოდ განათლებაზე და უნივერსიტეტზე. ეს არის იდენტობის და მეხსიერების აღდგენისთვის. ოდესმე ხო შეიძლება ქართველმა იცოდეს თავისი ისტორია ისე როგორც ის იყო. თან აქ ძალიან მნიშვნელოვანია რითი განსხვავდება პროპაგანდისტული წიგნები, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა ფიდე ერქვა იმას, ხო ამ სიტყვას ხო მნიშვნელობა ქონდა თავი. ყველა წერილი ორიგინალში თითქმის არის საკმაოდ. ანუ ფოტოებიც ორიგინალ ენაზეც, ანუ ეს არ არის რაღაც თქვენი სურვილი, ხო? რომ კვლევის ჯგუფის რო ეს ასე მომხდარი იყო, ხო? კი, მე აი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებ მაგას, რომ ეს შეწყდეს. დღეს 21 საუკუნე ეს წარმოუდგენელია. არა, ეს ნიშნავს კიდევ მე-18 საუკუნეში დაბრუნება. ამას ვერანაირად ვერ დავუშვებთ. მე იმედი მაქვს. ვერანაირად ვერ დავუშვებთ, მაგრამ ხოთო შეიძლება აი მანდ მინდა ეხლა რაღაცა მოკლედ თქვა თუ გვაქვს ამის დრო. 83 წლის შემდეგ როგორ მოიქცნენ ისინი. ჯერ საინტერესო ზუსტად ეს არის. აი ნახეთ რა ქნეს. უკვირთ რომ სამაგეროდან წერენ და ახალციხიდან რათ მივაჩნივართ იმისო. უცხო ქვეყნის ჯაშუშებად ვერ გაგვიგიო და იქნებ თქვენ მარტო თუ და მანდ კარდინალებთან გაარკვიოთ. ჯერ ფინანსურად მოკლეს. აუკრძალეს ყოველგვარი საქმიანობა, ბოლოს სამედიცინო საქმიანობაც კი და ჩამოიყვანეს ისინი რა ქვია, ლუთერანი ექიმები. ვილნადან. და ამათ აუკრძალეს საქმე, რატომ? იმიტომ რომ ამით ცხოვრობდნენ ისინი. შემდეგ დაიქირავეს ამათი სახლები. და ქირასაც აღარ უხდიან და აღარც გადიან იქედან და პირიქით ახალ კონტრაქტებს, ასე ქვია მათ კონტრაქტ დებენ და ჩამოყავთ ეს რუსი ჯარისკაცები. აუგრძალეს ყოველგვარი საქმიანობა, რითაც ესენი ცხოვრობენ, რომ აიძულონ რომ წავიდნენ აქედან. ფინანსურად შეავიწროეს, რელიგიური საქმიანობა აუკრძალეს. კანონი გამოვიდა რუსეთში და ამ კანონის ძალით 9 თუ სხვა რელიგიის, ანუ ტრადიციული რელიგიის, ამათ აღარ ქონდათ უფლება, რომ მიიღოთ ამ ტრადიციული თემიდან. აუკრძალეს ქართულად წიგნების თარგმნა ნელა სტამპარე in Georgia, lingua georgiana, პირდაპირ წერი აქ და მე რა ქნეს, შემოვლითი გზა მოიფიქრეს, სამენოვანი იყო ქართული, თურქული და ვითომ ითვლებოდა, რომ აი თურქეთის სხვა პროვინციებში მცხოვრებლებისთვის იყო. შემდეგ სათითაოდ ეს იყო ჩემთვის აი უმძიმესი, სხვა შეიძლება შაშან ვაკეთებ მუშაობდი ამ დოკუმენტებს და აი ემოციურად ძალიან რთული იყო, რომ სათითაოდ თითოეულ მისიონერს დააჭერინეს ხელში სასამართლო საქმე, შეუთხზეს საქმეები. და აი მაგალითად მისი სოლომონ მეორის სიგელი რო უჭირავთ ხელში მარიამ დედოფლის, რომელმაც აჩუქა ეს მიწები, გამოჩნდნენ ძმები გაბუნიები, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ ეს ჩვენი მიწები იყო. და ამიტომ აღარ მოქმედებს ის სიგელი, რაც სოლომონმა დაუდო კათოლიკებს, ამიტომ ისინი გამოსახლდნენ იქედან. ასე სათითაოდ შეუდგინეს საქმეები და 1855 წლის 2 იანვარს მიადგნენ ამ საქმეებით და უთხრეს, რომ აი ეს არის თქვენი დაპატიმრების ორდენი. ან დატოვებთ საქართველოს საზღვარს,
ან მოხვდებით ციხეში. და ასე გააძევეს საქართველოსთან. აი 93 წლიდან 1845 წლამდე სამივე მეთოდი იყო გამოყენებული. განდევნა, მოკლა. კი, განდევნა, მოკლა, ჯაშუშების შევიწროვება და ესენი დატოვეს ამათ საქართველოს ტერიტორია და გადაწყვიტეს რომ ზეთ საზღვართან გაეხსნათ მისია, მაგრამ იქაც სომხური თემი დაუპირისპირეს და არ მიისცეს ამის საშუალება. და ძალიან ეცადნენ რომ საზღვართან ახლოს დამკვიდრებულიყვნენ და იქედან უფრო მარტივი ყოფილიყო ურთიერთობა მისიასთან საქართველოში, მაგრამ ესეც არ გამოვიდა. 1861 წელს უკვე მოახერხეს რომ კონსტანტინოპოლთან ახლოს ფერიქოიში გახსნეს ქართული მონასტერი ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვის და ეს იყო ფაქტობრივად ერთადერთი ქართულენოვანი ოფიციალური კერა და წარმოიდგინეთ რომ ანტონ გლახაშვილმა ჯერ და შემდეგ პეტრე ხარისჭირაშვილმა რომელსაც მართლა სამართლიანად ეძახდა ზაქარია ჭიჭინაძე მეორე მთაწმინდელს მართლა მოახერხა ის რაც თავის დროზე მთაწმინდელებმა მოახერხეს რომ ქართულ ენას ეს ოფიციალური სტატუსი შეუნარჩუნეს და წარმოიდგინეთ 1864 წელს აი როგორ ცდილობდნენ აი ამ სტატუსის წართმევას ამაზეც რომ ამდენი წერილია გლახაშვილის და რუსები ებრძოდნენ არა ზოგადად კათოლიციზმს საქართველოში, არამედ ქართულენოვან კათოლიკურ რელიგიას. თორე ყველა ვინც გადავიდოდა რიტო არმენო კათოლიკოსზე, იმას აძლევდნენ უფლებას, რომ და ისინი დარჩნენ კიდევაც. მათ სომხურ კათოლიციზმს იყენებდნენ სწორედ საწინა. ანუ ამ შემთხვევაში არმენიზაცია იყო რუსიფიკაციის ალტერნატივა. თავარი იყო რომ იმას ქართულად არ ელაპარაკა და აი ანტონ გლახაშვილის სკოლაში ქუთაისში ერთადერთი ქართულენოვანი სკოლა იყო და იქ დადიოდნენ მართლმადიდებელი ბავშვებიც. ანუ თავარი იყო მათ ეს ქართულენოვანი განათლება არ მიეღოთ, თორე თუ გასამხდებოდნენ არანაირი პრობლემა არ იყო ეს მათთვის, ხო? და ანტონ გლახაშვილმა და მერე უკვე პეტრე ხარისჭირაშვილმა მოახერხეს მართლაც რომ რიტო ჯორჯანო კათოლიკო, რაც მანამდე არ ქონდა ქართულს ეს არ არსებობდა ქართულენოვანი კათოლიკური ლიტურგია ოფიციალურად აღიარებული და აი პაპის ოფიციალური რესკრიტით, ანუ ოფიციალური დეკრეტით მათ მოახერხეს, ოღონდ ეს ვერ მოხერხდა მეფის რუსეთში. იმ ორ გუბერნიაში ეს მოხერხდა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ კონსტანტინოპოლში. ეს არის უნიკალური ისტორია, ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო სწორედ ეს ნაწილი იყო წარმოიდგინე განდევნილი მისია როგორ ასაბუთებს მოყავს 1000 თუ კი რამე ევროპაში დაბეჭდილა მე-12, მე-13, მე-14 საუკუნეში ბიბლიის ქართული თარგმანების შესახებ. ამის შესანიშნავი დასაბუთებაა მათ შორის თეოლოგიური, ენობრივი, ლინგვისტური დასაბუთება და ბიბლიის ძველი ქართულ თარგმანებს, ჩვენი კლასიკური ტრადიციული თარგმანები, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია რომელსაც იყენებდა, ეს აღიარა კათოლიკურმა ეკლესიამ რიტო ჯორჯანო კათოლიკოს, ანუ ქართულენოვანი კათოლიკური ლიტურგიის ოფიციალურ ტექსტად, ამას ახლავს შესანიშნავი, მე ვაპირებ ამას გავაგრძელო მუშაობა, შესანიშნავი მასალები, რომელიც ჩვენთვის არ იყო ცნობილი, მაგალითად, აი დღემდე ვეძებ ხარისჭირაშვილს და მოხავს დასაბუთებად, რომ ყველაზე საუკეთესო ძველი ქართული თარგმანი ბიბლიისა არის მე-8 საუკუნეში შესრულებული, ეს იგი კლასიკური თარგმანი, მე-8 საუკუნეში შესრულებული. არ ვიცით რას გულისხმობს ამ. შეიძლება აი ერთ-ერთი რომელსაც ვთქვათ ათონელები ხანმეტი და საბაწმინდური, შეიძლება ის საბაწმინდური ვერსია. ხო, აქ უამრავი საკითხია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ქართული ენის ფუნქციურ განვითარებას რომ გავუყვეთ. ხო? ყველაზე დრამატული და ტრაგიკული რაც მე-19 საუკუნეში მოხდა, ეს იყო სწორედ რომ ერთმორწმუნეობის მითით რუსებმა მთლიანად ეს შინაარსი გამოგაცალეს და
სწორედ ამ თქვენი ერთმორწმუნე ვართო ფაქტიურად მოინდომეს ამ ქვეყნის გარუსება, ხო? ყველა ოფიციალური ავტოკეფალიის გაუქმებით. ავტოკეფალია გაუქმეს ძალიან მარტივად. თავიდან ბოლომდე შირმა იარაღი იყო ჩვენს. ეს იყო შირმა და იარაღად აქციეს მართლაც რუსულ იერარქიასთან, საეკლესიო იერარქიასთან შეუთავსებლობის საბაბით გაუქმდა ისა. ოღონდ ანტონისთვის გამოინახა, ასე ვთქვათ, ამის საკომპენსაციო საშუალება. ანტონი სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნეს ანტონს კათოლიკოსის სტატუსი ოღონდ ბრევლის ეკლესიის გარეშე და მერვე ადგილას თუ იყო რიგით მეხუთე ადგილას გადმოიყვანეს ასე რომ მანამდე ახლა არ დაუკვლიათ მართლაც ეს ძვირფასი საჩუქრები მე ყველაზე დრამატული არის როცა კითხულობ იმას რომ როგორ აჩუქეს მას განსაკუთრებით ყველაზე მდიდრული საჩუქარი 150 მეტი ბრილიანტის თვლიანი პანაგია და ასეთი მდიდრული საჩუქარიო თავის დროზე წერდნენ რუსული გაზეთები არავისთვის არ უჩუქებია. ეგეც როგორი სამარცხვინო ეპიზოდი. მე სხვათაშორის რო გარდაიცვალა წაართვეს უკან დაიბრუნეს სპეციალური ჩააკითხეს 1827 წელს და უკან დაიბრუნეს ის საჩუქარი იმას არაფერი ისე არ გამოხატავს აი ამ მუქრთამვას და მე შეურაცხყოფას როგორც ეს ეპიზოდი. ანუ ეს ჯერ რაღაცას აძლევ იმიტომ რომ გადაცვალოს თავისი რა ვიცი ერის კონცეფცია თამამად შეიძლება ითქვას და ნუ მე უკან ართმე ხო რუსული ცინიზმია ავტოკეფალიის ნახეთ აი ამ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ 1911 წლის ჩვენი აი ამ საისტორიო მარკერებიდან თავარი საისტორიო ნიშნებიდან ხო მამული ენა სარწმუნოება მამული უკვე ბოდიში მაგრამ ის იყო რუსეთის ორი გუბერნია ხო ენა ჩანაცვლებული იყო ყველა ოფიციალურ სფეროში ერთადერთი ეს კათოლიკური თემი იყო რომელიც ოფიციალურად ჰქონდათ მათ ქართულ ენაზე წირვალოცვის და ლიტურგიის უფლება და ისინიც გააძევეს და მთლიანად დაიწყეს ამ ქართული ენის ფუნქციური სფეროების ათვისება და რუსული ეკლესია და აითვისეს კიდევაც ხო და რომ არა თქვათ აი 60-იანელები და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ეს ად მივიდოდა არავინ არ იცის და უბრალოდ ვიცით და ძალიან კარგად არის აქ ესეც უნდა ვთქვათ იმიტომ რომ ესეც მე ვფიქრობ რომ უნდა ვიცოდეთ გრიგოლ ორბელიანის და ამ მამათა მოქმედება და ეს თამარის სახე სინამდვილეში იყო რუსული პროპაგანდა ყველაფერი რასაც ის ესე თუ შეიძლება მე ცოტა უხეშად ვამბობ დარგსია მომნებს როგორც ესეთი არარადიკალურ ადამიანს მაგრამ ჩემთვის ეს იყო რომ ნუ ილია ჭავჭავაძე ებრძოდა იმას რასაც ჩვენ აი ამ წინათაობის პათოსში ვებრძვით ხოლმე რომ ეს არის მითების გაცოცხლება სასოწარკვეთილობაში ჩავარდნილი ადამიანი და ეს რადიკალურ გზას ირჩევს ნახეთ აი იქ რასაც წერ მივხვდით თქვენ რას გონეს ხმობთ რომ თქვენ გრიგოლ ორბელიანის თაობა სწორედ ეს იყო წარმოიდგინეთ ეს გრიგოლ ორბელიანის მამათა თაობა რომლებიც იყვნენ აჯანყებულები 1804 წელს 1812 წელს 1832 წელს რომელიც მართლა უდღეური აჯანყება აღმოჩნდა შემდეგ უკვე აი როგორ გითხრათ რა არის სასოწარკვეთილება რომ გრიგოლ ორბელიანი ჯერ 25 წელი რომ მართლა იმ თავისუფლების მოყარე მთიელ ხალხს ებრძოდა რუსეთის გენერლის სტატუსით და ხო დარწმუნებული იყო რომ საქართველოს რო აწილკებდნენ ისინი ისტორიულად იმის სისხლს იღებდა ხო და ესეც ხო კორექცია არის რეალობის კი და იარანის დამწერი პოეტი ბოლოს აი სწორედ იმის რუსეთის იმპერატორის ხატს და თამარ მეფის ხატს თითქოს გვერდ აყენებს და თამარ მეფეს ხო შესთხოვს იმ სადღეგრძელოში და იმ ისტორიულ მეფებს გადარჩენას, მაგრამ რუსეთის იმპერატორსაც შესთხოვს, რომ შენ უნდა გადაიხსნა ისა, ხო? აქედან ამაში იყო თავარი დაპირისპირება, ამის რადიკალური გზა აირჩიეს სწორედ სამოციანმა და ამით გადარჩა ეს ქვეყანა. და ილიამ გადაწყვიტა, რომ ის რასაც თქვენ ამდენი ხანი ყვებოდით ზუსტად ეს კათოლიკურ მისიაში მთავარი ფორმები ხო არა, რომ ილიას ეს წერა-კითხვის გამარცველი საზოგადოება რა იყო, რომ წიგნის წაკითხვაზე ხო არა, რომ ქართული ენის, მამული სარწმუნოების ამ კონცეფციის შენარჩუნებისთვის ძალიან ეს ყველაზე მყარი წებო ენაა. და როცა ხა დაინახეს, რომ ამ ენას გვართმევენ,
მამულის წართმევა ამასთან შედარებით არის, რომ შეიძლება მე დაიბრუნო, მაგრამ ამ ხელა მეხსიერება ის დიდ მონაკვეთს ესე ჩაშლის, ჩვენი დღევანდელი პრობლემები, ჩემი აზრით, ამ წიგნში აღწერილი პრობლემებიდან მოდის. ანუ ეს ამოგლეჯილი იდენტობა, ეხლა თავიდან რეგენერაცია თუ არ მოხდა ამის, კიდევ 100 წლის მერეც გაუგებარი იქნება მაგალითად რას ერჩოდნენ 26-ში ილიაუნის. ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან გადაჯაჭვული და სულ მიჩნდება კითხვა დასავლეთი რატომ არის სულ ერთი და იგივე შეცდომით წარმოდგენილი, რომ გოვერნორ რუსოსთან სხვა მეთოდებია საჭიროა. ხო, გოვერნორ რუსოს სხვა მეთოდები ესმის, მაგრამ მე სულ მგონია, რომ ჩვენ მაინც ვართ როგორ გიხარ მედეგობის კულტურა. და ჩვენ ყოველთვის გადავრჩით სწორედ აი ამ მედეგობის ინსტრუმენტების პოვნა. ილია ჭოჭოძე რა არის მედეგობის კულტურაა, ხო? გრიგოლ ხანძთელი რა იყო მედეგობის კულტურა. მაგრამ ხო გვარცმევენ ილიას. არა, ილიას როგორ, რომ ილიას ცდილობს აი ხა ისე ზუსტად როგორც პროპაგანდა, რომ მათ ვისაც რომ ილია ენა მამულის აწუნებ და თქვენ ხართ ამიტომ ანტი მართლმადიდებლები. ეხლა არავითარ შემთხვევაში ანუ პროუსები იჩემენ, მე რომ ილია ჩვენია. არ უნდა დავუთმოთ და პირიქით ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის უნივერსიტეტის მისია ეს მესამე მისია საზოგადოების მისია რომ მეცნიერება მათ შორის გამოიტანო უნივერსიტეტის კედლებს გარეთ. ხო, აი ამას ხოთაშორის ორჯერ მოვისმინე საყვედური ილიაუნის რექტორის მიმართ ეგრეთ წოდებული, რატომ გამოდის ეს მეცნიერებაზე საუბარი და უნივერსიტეტის კონცეფციაზე და ზოგადად არა იმაზე, რომ რაღაც პოლიტიკურ დებატებს, ზოგადად პოზიციები, ფილოსოფიური, პოლიტიკური, სოფხედველობრივი თემები რატო გამოდის უნივერსიტეტის გარეთ და ესეც ახალი სხვა არ არის რაღაცა შემოგდებული, მითი რომ უნივერსიტეტი რაღაც ჩაკეტილი კამერული წიგნებით გარშემორტყმული ძალიან ისეთი საზოგადოება ჰერმეტული და უნივერსიტეტის იქით აზრი არ უნდა გავიდეს. უნივერსიტეტი იმისთვის არ გვინდა რომ აზროვნება ვისწავლოთ უნივერსიტეტის განმარტებაში, თანამედროვე უნივერსიტეტის განმარტებაში უნივერსიტეტის მესამე მისია არის სწორედ უნივერსიტეტის კედლებს გარეთ ამ ცოდნის გამოტანა. მოდით ახლა აი ამ წიგნს მივყვეთ, იმიტომ რომ ეს წიგნი არის სწორედ აი ამ ინკულტურაციულ პროცესებზე, ხო? მოდიში, მაგრამ მე ამ წიგნს არ გავცდენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად პარალელდება დღევანდელ, ხო? ნამდვილად, მეც ამის მიხედვით ვნახოთ, ჩემი დღევანდელი პრეტენზია რა არის, ვთქვათ, ხო? ნახეთ, ეს წიგნი მიყვება რას? ქართული ენის ისტორიულ ფუნქციას საუკუნეების განმავლობაში, ეს წებო ჩვენ როგორ იძენდა ქართული ამ კონცეპტუალურ შინაარსს, რომ მაგალითად შუა საუკუნეებში ის იყო საურთიერთო ენა, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რატო ცდილობდნენ ეს ათონელები, რომ იქ ათონზე ქართული წირვალოცვის უფლება მოეპყრა. ის იყო მაშინდელი სტრასბურგი, როგორც ახლა ენების კონვენციის ადგილია, ის იყო მაშინდელი სტრასბურგი, თორემ მე-6 საუკუნეში იქ არ ქონდა ჩვენ ქართულ ენაზე წირვალოცვის უფლება და იქ რომ მეხენდე სუსიან მეტე იბერეს არ აქვთ იბერიელებს ამის უფლება, მხოლოდ ხორა და ტიპიკა შეუძლიათ მათ ქართულად თქვან. რატომ? და აი მაგალითად კუროპალატი ძალიან კარგად იცოდა, რომ ათონზე მიწები არ ჩუქდებოდა და მას თავის სიცოცხლეში გადასცემდნენ, მაგრამ თავი მოიკლა, რომ აეშენებინა, იქ უნდა ეთარგმნათ ყველაფერი, ხო და სიამოვნებაში რა ქნა. საქართველოში რაც კი წიგნები იყო ნათარგმნი, ის ხელახლა გადააწერინა და იქ დაადებინა, იმიტომ რომ ის იყო იმ რეპრეზენტაციის ადგილი, რომ შენ არსებობდა კულტურული სამყაროს ნაწილი ხარ, ხო? და იმ პეტრიწონშიც გრიგოლ ბაკურიანის ძემ იმიტომ მოიტყუა, რომ მონაზონი მონასტრისა ჩემისანი გვარით ქართველი არიან და არა უწყიან ბერძნულად აღმოკითხვავი. სიამოვნებაში პეტრიწონში გადაწერილი ქართული ხელნაწერები, კი ძირითადად ბერძნული ხელნაწერებია ქართველების მიერ გადაწერილი. ეს იყო სწორედ რომ ის ფუნქცია უნდა შეეძინა, იმიტომ რომ მეტი არაფერი არ არის მეხსიერება, რომლის ირგვლივ ჩვენ ვიკრიბებით, როგორც ერი, როგორც ქვეყანა, ხო? და შემდეგ იმავე მე-19 საუკუნეში მართლა იქ იყო ამ კათოლიკური მისიების უდიდესი დამსახურება, იმიტომ რომ წიგნები რაც კი გამოდიოდა, მხოლოდ აი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მხოლოდ ეს წიგნები იყო, რასაც ესენი მისიონერები გამოსცემდნენ და რუსებისგან განსხვავებით, რუსები არიან ერთადერთი, ვინც არასოდეს არ სწავლობს ქართულს, თორე ნახეთ ამ მისიონერების ქართულ ენაზე დაწერილი წიგნები და ქადაგებები, როგორი ქართული წერენ ისინი. ნახეთ, მე-19 საუკუნეში ამ
ამით აი იმ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში სანამ წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გამოჩნდებოდა, სწორედ მისიონერებმა შეუნარჩუნეს და მათ შორის ქართულენოვანმა მისიამ შეუნარჩუნა ქართულს ოფიციალური სტატუსი. მე რო დღეს გამოვდივარ და ბევრს ვლაპარაკობ იმაზე, რომ როგორ აუქმებთ გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამას, რომელიც ერთადერთი პროგრამაა დღეს, რომელიც ქმნის აი ილიაუნი EduG-ს αφილაციით გამოსცემს ინტერნეტში ყველგან შეუძლია ეს ყველას ამის გადამოწმება ქართული ენის ტექნოლოგიურ რესურსებს. დღეს ახლა ამას ასე კი არ ართმევს ქართულ ენას ფუნქციებს რუსეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა. დღეს უკვე ჩვენ ეს ვიცით პროგნოზებით, აი BBC-ს ასწლიანი პროგნოზებით, ყველა ლინგვისტური, ასე ვთქვათ, ენების სამომავლო პროგნოზით, რომ ენების 95% ფუნქციებს დაკარგავს და ქართული არის under-described language, ანუ ტექნოლოგიურად ცუდად აღწერილი ენა. და ერთადერთი პროგრამაა გამოყენებითი ენათმეცნიერების, სადაც ვასწავლით Python სტუდენტებს და ვერ ნახავთ საქართველოში დამზადებულ ქართული ენის რესურსს, იქნება ეს პროსოპოგრაფიული ბაზები, ენის კორპუსები, რომელიც ესე არ ბოლავდებოდეს ილიაუნი EduG. ეს მათთვისაც მაქვს მე ნათქვამი. კი და რამდენიმე 10 წლის წინანდელი ლექცია თუ გამოსვლა მახსოვს. შენი სადაც ზუსტად ამაზე ლაპარაკობ, რომ როგორ შეუნარჩუნდეს ქართულ ენას ეს ფუნქციები თანამედროვე სამყაროში. უნებრივად მართლა 3 მილიონი და კიდე რამდენი დარჩებით და რა იქნება და როგორ ამაზე ფიქრი გაქვს დიდი ხნის წინ დაწყებული ეს ენობრივი ფუნქცია როგორ შეინარჩუნდეს. დღეს ამის წართმევა ხო ნიშნავს იდენტობის დაკარგვას. ხო არის ამასთან, ამ პროგრამასთან ბრძოლა არის თუ არა დღეს იგივე? ამიტომ რომ წაართვა საქართველოს. ამიტომ ჩემი მოთხოვნა რა არის? ჩემი მოთხოვნა არის ის, რომ როდესაც გამოყენებითი ენათმეცნიერება იქნება თუ გამოყენებითი გენეტიკა თუ მოლეკულური ბიოლოგია, ამ პროგრამის ჩაჭრის და გამოშიგნის გადაწყვეტილებას მიიღებთ, ამაზე თქვენ ნუ კი იმსჯელებთ ძალოვანი მინისტრები და სპორტსმენები და მოჭიდავეები, ნუ კი მოაწერთ ამას ხელს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დასხედით, მან და მეც ჩემთან კი არა სხვებთან. მე იცი რა შეარგეთახმები, რომ მე არ გეთახმები ერთ რაღაცაში, რომ ეს როდესაც შენი თავარი მიზანი არ არის ის, რომ რაღაც მართლა რა ჩაჭრა და რა დატოვო, ეს არ არის მან სადარდებელი. ჩემი აზრით საქმე არის ძალიან ბანალურად. უბრალოდ აი როგორც აქ. დეტალებში არ არის საქმე. აქაც ხო ხედავთ ეს დაუთმეს რამდენიმე რაღაც. კარგი, ასე გინდათ ისე გავაკეთებთ, შევცვლით, საზღვრისპირას გამოდით, გადავალთ, სხვას გამოვაგზავნით, ეხლა არ გამოვიდა, კაი პოლონეთიდან ჩამოვიდნენ, ისინი სულაც. აი სულ რაღაც ვთელობებია, რომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობიას პრინციპით და მე ვფიქრობ, როდესაც გაცხადებული მიზანი არის, რომ უბრალოდ ისევ საქართველომ უნდა დაკარგოს იდენტობა. ეს არ არის შეთქმულების თეორია. აქაც რა შეთქმულების თეორიაც შეიძლება მაშინ ჩანდა, ხო, როგორ შეიძლება რომ ყველა მოკლა ესე და დაემთხოს რომ ამდენი ადამიანი თავისით მოკვდა მისიის პერიოდში, ხო? ეს იყო მკვლელობები შეკვეთილი, ხა რუსეთი რა არის კადრებდა თუ რა. და აქაც ეხა რა ვხედავთ, ეს ხო არ არის მიზანი რომ მართლა რომელი ფაკულტეტია, რა იაფი დაგვიჯდება, ეს ყველაფერი ლირიკაა ჩემი აზრით. სინამდვილეში გეგმა არის უბრალოდ რომ ილიას უნივერსიტეტი არ იყოს. ნენელა თუ სწრაფად და რატომ არ იყოს? იმიტომ კი არა რომ ნინო დობორჯგენიძე არ მოსწონთ. ან რამეს განსაკუთრებულს უშავებს ისეც ილიას უნივერსიტეტი, რომ გრძელვადაშია საშიში, ყველა ის პროგრამა, ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს იღებს განათლებას. 20 წელიწადში შეიძლება დღევანდელმა გოვერნორ რუსომ ვეღარ მოატყუოს. იმიტომ რომ ვინ არის რეზისტენტული პროპაგანდის მიმართ. ვისაც უკვე ცოდნით აქვს სავსე ის ცარიელი ადგილები ამოვსებული აქვს ცოდნით და ეხლა თუ ჩვენი პროგრამები რასაც ვხედავთ ხო ჩვენ უნივერსიტეტში რაც არის აი ეს პროგრამები თანამედროვე თუნდაც ის რომ ChatGPT-ს ქართულად სამეცნიერო ტექსტებს ვამუშავებინებ ქართული ენა იქ კიდე ცალკე დამხმარე ინსტრუმენტი ხდება მე შენთვის და ჩვენ გვინდა ანუ ჩვენი უნივერსიტეტი იყოს თანამედროვე უნივერსიტეტების სიაში რომელიც მუშაობს მომავლის ტექნოლოგიებზე ელემენტარულად ხო ეს არის, ეხლა იცვლება. ეხლა თუ მაშინ თუ კათოლიკურ მისიას ებრძოდნენ, ეხლა ებრძვიან NGO-ებს, ებრძვიან უნივერსიტეტებს, ანუ ეს არის, ხო? იმ დღეს ვკითხულობდი რაღაც პროპაგანდას, რატო ლაპარაკობენ უცხოელებიო ქართულად
წარმოიდგინე რა ცინიზმია, ქართულს რატოს მეცნიერებზე იყო და რატო გვეხმარები, ანუ რაღაც ჩამჭრელი კითხვა რომ რატომ ეხმარებიან, თქვათ, უცხოელები, მაგალითად ამერიკელები, ბრიტანელები, გერმანელი ქართულ მეცნიერებას. აი რატო, რა მიზანი აქვთ? რა ვიცი, ცივილიზებული სამყაროში ბევრი ქვეყანა შედიოდეს. ეს არის ხო, როგორც ანტიცივილიზაცია ცდილობს ანტიცივილიზაციის გავრცელებას და ველურობის, რომ ადვილად მერე დაგიმორჩილოს და ადვილად იშოვოს ფული. ზუსტად ასეც ცდილობს ცივილიზაცია დემოკრატიის გავრცელებას და განათლების გავრცელება ნიშნავს უსაფრთხო გარემოს. ამას ცდილობს ხო, აი ეს თუ აინტერესებს. საერთაშორისო აი ამ საერთაშორისო გრანტებზე და ფონდებზე რო არის ლაპარაკი. ნახეთ, ყველა ძირითადი ისეთი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ხო, მე მასოს აი ჯერ კიდე საქართველოში ვიყავ, ხელნაწერი ინსტიტუტში მუშაობდი, როცა თამილამ გალობლიშვილმა მოიყვანა იქ პირველი ამერიკელები, რომელმაც რო ნახეს, რომ ამ ჩვენს ხელნაწერებს ძალიან მალე შეიძლება ისეთი რამ დამართოდა, რომ გამოუსწორებელი, პირველი დიდი პროექტი ამერიკული საქართველოში იყო, რომ იმის გაგრილების სისტემა დაუყენეს იმ ხელნაწერებს და ცირკულაციის პროცესი რო ყოფილიყო ნორმალური, შინახვის პროცესი რო ყოფილიყო ნორმალური, ხო? იგივე ყველაფერი მაჩვენებს. ეს არის ნინო. ეს ამბები. აი ყველა იმის ვებგვერდზე დევს, მაგრამ ახლა ამას წაკითხვა უნდა. დავით გარეჯზე რომ ლაპარაკობს ჩვენ საქართველოა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საბერეები და მთელი დავით გარეჯის მონიტორინგის სისტემა ასევე ამერიკული გქონდა, მათ შორის ილიას უნივერსიტეტმა განახორციელა ესა და რა ვიცი, უფლის ციხეში 70 მეტრზე გახურიტეს ეს კლდეები და ადრეული შეტყობინების სისტემა დააყენეს, რომ იმას საფრთხე არ შეექმნას და უცებ თავზე არ ჩამოგვეყნოს და ვერ ნახავთ ვერც ერთ დიდ ცნობილ ენის კორპუსებიდან დაწყებული მატერიალური კულტურის ძეგლები და რესტავრაციით დამთავრებული, რომ იმაში უცხოური აი მთელი ეს ვარძია და ის რა იყო იტალიური და ამერიკული და გერმანული ფონდები იყო, ხო? ეს ძალიან რთულია. დაწყებული ისტორიის შემონახვიდან ძეგლების აღდგენა, მეცნიერება, ენათმეცნიერება და გულის გადანერგვაც კი. ყველაფერი მოდის ცივილიზაცია, ის რა ჩვენ სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ჩვენ სოდნას უზრუნველყოფს, ეს ყველაფერი მოდის დასავლეთიდან. თორე ჩვენ რა ფეტიში ხო არ გვაქვს. ხო, რა თქმა უნდა. ეს დასავლეთი არის უკეთესი ხარისხი ცოდნის და ცხოვრების, მეტი არაფერი ხო. და ამას ებრძვიან მეტი არაფერი. არ გაცნობთ აი მაგაზეც მინდოდა მეთქვა, რომ ნახეთ როგორი უცნაურია ჩვენი პირველი იდენტობის ტექსტი. არ ყოფილა განსაზღვრა. ჩვენ პირველად ის კი არ განსაზღვრეთ, ჩვენ ვინა ვართო. აი, გრიგოლ ხანძთელის ცნობილი ტექსტი, რომ ქართლად ფრიადი ქვეყანა არის. ეს ერთი საუკუნით დაახლოებით უფრო გვიანდელი. პირველად განსაზღვრეთ, რისი ნაწილი ვართო. რომ აი, ხოლო ჩვენ შორიელთა ამათ კიდეთ ამ კვიდრი, აი იონე საბანიძე თქვა, რომ ჩვენ ვართ ამ აღმოსავლეთ რომის იმპერიის ნაწილი, აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს ნაწილი. ანუ ჯერ განსაზღვრეთ, რისი ნაწილი ვართ და მერე ვთქვით, ვინა ვართ, ხო? რატომ? იმიტომ რომ აი ჩვენნაირი მცირე რიცხოვანი და მართლა რახან ასეთ ადგილსა შინა ვიმყოფებით, აქაც წერს მაგაზე ერეკლე, რომ მართლა რთულია, ამიტომ შენ ყოველთვის ეძებ პროგრესულ და ისეთ პარტნიორს, ისეთ მოკავშირეს, რომელთანაც უფრო მეტი რამ გაქვს საერთო, ხო? და ამაზე ჯერ ვახტანგ გორგასალმა იმ თავის ანდერჩი განსაზღვრა და მე მთელი ჩვენი კულტურა ამას მიყვება. ჩვენი კულტურა მიყვება ამას. ჩვენც ამას მიყვება. მე ის რომ შენ მოგიწია წასვლა და ამის ამდენი წლის მერე ამოღება არქივიდან, მტრის გადაწმენდა და გამოქვეყნება, უკვე ნიშნავს მანამდე ეს არ მოინდომა. ან ეს ხო აკრძალული ქონდა ჩვენ. როგორ ფიქრობ, აი 62 წელს რო ეთქვა ვიღაცას, რომ უნდა წავიდე და ეს მასალები შევისწავლო. მისცემდნენ უფლებას? 62 წელს ნამდვილად არ მისცემდნენ, მაგრამ როგორც კი ოდნავ ამისი საშუალება გაჩნდა, ხო შევარდნაძემ გაუშვა პირველად. იმიტომ რომ უკვე დამოუკიდებელი საქართველო შეესწავლათ და ბევრი რამ მაშინაც გამოაქვეყნეს, მაგრამ ნახეთ, ეგ არის სწორედ ამ მეხსიერების შექმნას, რომ იმან ვერ იმოქმედა, იმიტომ რომ სხვა დისკურსი იყო მაშინ წამყვანი.
გესმის? ასე ხდება ასე ცდილობენ დიდი იმპერიული მითები, საბჭოთა დიდი იმპერიული მითი, ამას არ დავშკი გამოქვეყნდა ის, მაგრამ შემოიდო მაშინვე თაროზე, ხო? თორე აი ეს მისი ერეკლეს ეს წერილი გია არსენიშვილი იყო ავსტრიაში ელჩი და ესე ნაკუწად გამოაქვეყნდა იმასე თელავობაზე და დაურიგა იქ ხალხს, მაგრამ არ დარჩა ის იმაში მეხსიერებაში. რატომ? იმიტომ სხვა დისკურსი იყო წამყვანი. ხო, აი ეს არის. ეხლა სხვა დისკურსია წამყვანი, მაგრამ ეხლა ტექნოლოგიად წამოგვეწია, რომელიც ახლა ტექნოლოგია წამოგვეწია და ჩემი თავარი, იმიტომ რომ მე ხო არა ვარ რაღაცა პოლიტიკოსი, ჩემი თავარი ამოცანა არის, რომ მე ეს ვიკვლიო, ნახო როგორ იყო ის ისტორიულად, როდის გადავრჩით, რასთან ერთად გადავრჩით და როდის შემცირდა ამ ენის ფუნქციები, რასაც მთლიანად მიბმულები ვართ, ხო? ეს არის ჩვენი ასე შემკვრელი და დღეს მე როცა ვაპროტესტებ იმას, რომ არ შეიძლება ამ პროგრამების ასე მექანიკურად დახურვა და იმის თქმა, რომ თურმე ამას რაღაცა ოპტიმიზაციის გამო ვაკეთებთ, არამედ ოპტიმიზაცია მაშინ არ ზუსტად. და ამიტომ ჩემი მოვალეობა რომ ეს თქვათ აი ღარიბი ქვეყანა ვარ და ფული არ გვაქვს, რომ ესე დიდებული საქმე ვაკეთოთ, არ ჯერა ამას პირდაპირ ვამბობ. ამიტომ ნებისმიერი შეყოლა თუნდაც ილეონიში იმაზე, რომ აი იქნება ეს დატოვოთ, იქნება ეს გადარჩეს, არა მთლიანად უნდა გადარჩეს უნივერსიტეტი. კი რა თქმა ყველა პროგრამა საჭიროა. ანუ ის რომ მაგალითად ეხლა კარგია იქ შეგვიძლია რამდენი ენათ მეცი. ასე რომ ეფიქრა ეხლა აკაკიშანიძესაც და ზექალაში. ანუ იმ პირობებშიც კი როცა ჩვენ ვიყავით ანექსირებული, ოკუპირებული და ყველაფერი მეცნიერებაც ტვინიც, ყველაფერი რუსეთს ქონა ოკუპირებული, მაშინაც კი რაღაცას, აი იმ სამყაროშიც კი რაღაცას ცდილობდნენ. აი აქ არის მოყვანილი ყავს აკაკის ლექსი, ხო? აი დარიალის ეს პირველი როგორ აღიქვა დარიალ, ხო, ნუ აღებ დარიალს, ანუ ეს ძალიან ცნობილი დისკუსია. აი მე-19 საუკუნეში რომ როგორ დარიალი როგორ უნდა გავაკეთოთ და მაშინ პასუხი ამაზე იყო, ასე ვთქვათ, პროლის, რომ დარიალს კი არ ვაღებთ, იქ ჯვარს ვაყენებთ ცველად, ხო და აკაკიშანიძის ეს ლექსი, რომელიც პირველი ქართული ჰიმნად არის ცნობილი 1917 წელს დაიბეჭდა და კავკასიონში და ის სიმღერაც არაჩვეულებრივი აი 3000 წელზე მეტი იმის ნაწილია ესა რა ესე იგი ორი გზა აქვს იქ აკაკიშანიძის ნაჩვენები ხო გურჯი ბოღაზი არის სწორედ იმ საქართველოს ევროპასთან დამაკავშირებელი გზა და გურგანის სხვა და ნუ ვაღებთ დარიალსა და აი ხიზლად ქართველებო მიყვეთ მამაპაპის კვალსა წარსულ გზნობით ვიგონებდეთ ჩავოფიქრდეთ მომავალსა ცალი თვალი პონტოსაკენ უვაშორებთ გურგანს სალსაყური ვუგდოთ გურჯი ბოღას და ნუ ვაღებთ დარიალსა და ბოლოს წრფში ნუ ვაღებთ დარიალსა სხვა შეიძლება აი მაგაზე რომ ფიქრობ აი ამ უნივერსიტეტის დამაარსებლებმა როგორი მათაც როგორი მედეგობა გამოიჩინეს იმიტომ რომ აკაკიშანიძის აი ეს ჰიმნი და სტატია ძველ ქართულში წინიმის მის წინების შესახებ ერთსა და იმავე ჟურნალში გამოქვეყნდა. წარმოგიდგენიათ, ხო, აი როგორ პირობებში მუშაობდნენ ისინი და როგორ პირობებში მოახერხეს ქართული უნივერსიტეტის იდეის გადარჩენა. აი ამაზეც მინდა ვთქვა ორი სიტყვა. კი, ძალიან საინტერესოა. როგორ უნდა გადავარჩინოთ ასეთ დროს უნივერსიტეტს? აი ზუსტად ქართულმა ინტელექტუალურმა ელიტამ ივანე ჯავახიშვილის, აკაკიშანიძის, ფილიპე გოგიჩაიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით მაშინ მართლაც აი ამ მედეგობით, მტკიცე აკადემიური მედეგობით გადაარჩინა ეს უნივერსიტეტის იდეა. 1914 წელს უკვე მიიღო მეორე ჯგუფმა პოლიტექნიკუმის გახსნის უფლება და დაიწყეს კიდევაც მშენებლობა ნავთლუღის ჭალებში. აი დაახლოებით იქეთ რუსთავისკენ. და ამათ ვერა ქართულენოვანი უნივერსიტეტის ანუ ივანე ჯავახიშვილის იდეა ვერ გაიმარჯვა. აკაკიშანი ამას არ ეგუებოდა და რომ ვნახე დაახლოებით 2 დღის სხვაობით აქვს მსგავსი მოხსენება წაკითხული თბილისში და ქუთაისში, რომ იმათი ნებართვა მავთულით ჩამოვიდაო და ჩვენი პოსტით მოდის და ამიტომ იგვიანებსო. ხო? ეს არის სწორედ იდეა, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე მიყვე და არ მოეშვა. ამას ვერ ძახი მე მედეგობის კულტურას. და რომელი გადარჩა მე იქიდან და რომელმა შექმნა მართლა ის ქართული სახელმწიფოებრიობა და მეცნიერება და ყველაფერი, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ეს მედეგობა
გამოვიმუშაოთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მე რატომ მინდა გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამამ გააგრძელოს მუშაობა. იმიტომ რომ აი წინა ათონური, ქართული, ანტიოქიური და აი ეს ისინი რა ქვია, კორპუსები რო ყველა დავამთავრო და არც ვერ ნახავთ თქვენ ვერცერთი სხვა უნივერსიტეტის აფინანსით GitHub-ზე დებს ეს პროექტები ასეთ კორპუსებს. თუ კეთდება ქართული ხელნაწერების ის ერთადერთ ევროპულ პორტალზე და ისიც ჩვენი პროფესორის მიერ გაკეთებულია, მომზადებულია ოქსფორდის უნივერსიტეტთან და ბოდლეს ბიბლიოთეკასთან ერთად და ზუსტად ვიცი რომ ეს სულ 10 წლის ტრადიციაა, ხო, რომ ქართულ უნივერსიტეტს აქვს ურთიერთობა დასავლეთში და ზუსტად ჩემთვის ეს დაახლოებით იგივეა, როგორც ეს ინკულტურაციული პროცესები. იმიტომ რომ მიზანი მაშინაც ეს იყო, რომ ქართულს ენა იმცა ქართული ბერძულისა და მიგვეყვანა. ანუ ამას ცდილობდნენ ათონელები, რომ ქართულ ენას ის ფუნქციები ქონოდა, რაც კულტურულ და აი ამ ბერძნულ ენას ქონდა, ხო, მეცნიერების და ხელოვნების ენას ქონდა. ეს იყო ილიასთვის მე-19 საუკუნეში და ეს არის ზუსტად ჩემთვის ეგ. მე მახსოვს, რომ აი საშინელი ისეთ გავბრაზდი 2007 წელს მაგალითად ერთ-ერთი ძალიან დიდი პროექტი იყო საერთაშორისო, რომელშიც ქართული უნდა შესულიყო ეს მთელი შუა საუკუნეების მემკვიდრეობა და ვერ შევიდა ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ არ ქონდა ეს ტექნოლოგიური პროექტები განვითარებული და ან ტექნიკური ხარბეზმა და მე მაშინ პატარა კი აღარ ვიყავ, დავჯექი და მე თან ვისწავლე ეს ციფრული ჰუმანიტარია და კომპიუტერული ლინგვისტიკაც, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ეს ცოტა ხანში სამუზეუმო ექსპონატი გახდება, ეს ვეღარ გახდება თანამედროვე სამყაროს ნაწილი. დღეს ხელნაწერების გამოცემის სტანდარტი რა არის, იცით? აი თამარა კალხიტაშვილმა ჩემმა დოქტორანტმა გამოსცა ეხა კამპიუტერის ექალაშანიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი სიტყვაი ავთონთათვით. თანამედროვე გამოცემის სტანდარტი ხელნაწერებისა, იცით რა არის? ხელნაწერები ჩვენ გარეშე ესაუბრებიან ერთმანეთს. იმიტომ რომ ისია ჩაწერილი აი ამ XML ფაილებში. ცალს რო გვიჭერელებს ხოლმე. ისია ინფორმაცია დოკუმენტირებული, რომ შეუულია ბრიტანელ მეცნიერს ქართული ენის ცოდნის გარეშე წაიკითხოს და ასე გააგრძელოს ამ ხელნაწერებმა სიცოცხლე. ხომ და ვიფიქროთ, აი 10000 წლის მერეც, აი აშურბანიპალი შეიძლება თავის ბიბლიოთეკით ეხა ჩვენზე არ ფიქრობდა, მაგრამ ჩვენ ხო გამოგვადგა მერე, ანუ ჩვენ ხო შევუნახოთ. ხვალდაზე კი არა და 100 წლის მერე. აი საუკუნეების მერეც ხო უნდა იყოს და ეხლა ეს გზა არის, ციფრული გზა ამის შესანახად. ეხლა თიხაზე და პერგამენტზე ხო არა მოვტვიფრავთ ჩვენ რაღაცებს და ამაშიც საქართველოს როგორც ერთ-ერთი უძველესი ენა, კულტურა უნდა შემონახული იყოს ზუსტად თანამედროვე ტექნოლოგიები და თუ ვინმეს ეჩვენება, რომ თანამედროვე ტექნოლოგია სიძველის უარყოფა, ეს არის აბსოლუტურად პირიქით. მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგია შეგვინახავს სიძველს. ზუსტად ასეა და სხვათა შორის. ამიტომ მე პირიქით მგონია, რომ ძალიან პრინციპული ვარ ამის დაცვა, მე ზუსტად ვიცი, რასაც ვიცავ, ეს არც ილიანია მხოლოდ, ეს არის იმ მამული საჩვეულებისაებრ სლვაი, რაც იყო გრიგოლ ხანძთელისთვის, ზუსტად ისევეა ჩემთვისაც ესა და ასევე ყველა ჩემი კოლეგისთვის. რომლებიც მანდ-მაინც იმაში ფილოლოგიაში კი არ მუშაობენ და რაღაცა საენათმეცნიერო პროექტებს კი არ ქმნიან. ნათია კოპალიანი რომ სიცივეში იმ ილეონის გემზე დგას და მონიტორინგს აკეთებს შავი ზღვის ეკოსისტემის, რომელი დაბინძურებული ცხოველი შეჭამა იმ დელფინმა, მე ის რომ უნდა გაკვეთოს და ამით შავი ზღვა ყველაზე დაბინძურებულ ზღვად ითვლება მთელ მსოფლიოში მართლაც და ამაზე განგაში ატეხილი. სუტყუილა გონია ჩვენ რომ იქ პარკებს თუ ავაშენებთ ის გადაარჩენს, aber იმას ჭირდება ის მონიტორინგი და საქართველოს არის საერთაშორისო კონვენციების ნაწილი, აი ბონის კონვენციის ნაწილი და ეს ჩვენი ვალდებულებაა. შეიძლება რომ ჩართულები. რა თქმა უნდა და ადგილობრივი მონიტორინგი შეიძლება რომ იგივე ჯგუფი იმავე ჯგუფს დაუხურო ეს პროგრამა, რომელიც ამის ნაწილია. რომელიც ამ საერთაშორისო კონვენციის შენ ქვეყანას რო დავალება გაქვს, ამ დავალებას რო აშუქებს, შეიძლება რომ ეს პროგრამა დახურო. ისე რომ არ კითხო. თუ მიზანი არის ის, რაც ამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ამ წიგნის ბოლომდე ჩაკითხვის მერე მე ზოგადად პესიმიზმისკენ მიდრეკილი ვარ და რომ აი ამდენი წვალება ჩანს და მე მაინც რომ არ გამოუვიდათ ის რაც უნდა და მაგრამ საბოლოო ჯამში სტელობები არც ერთ ეკლიპსზე საბოლოო ჯამში კი მაგრამ აი საბოლოო ჯამამდე ჩვენ საბოლოო ჯამის პატარა ჭამჭი აი ხო რომ გისმენ ახსენე სიტყვა რომელმაც ოპტიმიზმი
მომიმატა დღეს ეს არის სიტყვა მედეკობა. იმიტომ რომ ჩვენ ხელის ჩაქნევამდე უამრავი ვარიანტი გვაქვს. სანამ საბოლოოდ ხელს ჩაიქნევს ქართველი რომ რა ვქნათ ახლა მეზობელია რუსეთი, რასაც ასევე ამკვიდრებენ. აი რა გავაკეთოთ, არაფერი არ შეგვიძლია, ჩვენ ვინ გეკითხება შავ ზღვაზე, ჩვენ ვინ გეკითხება ლინგვისტიკაში, აი ეს თვითდამცრობა. რომ დასრულდეს, ხო, ამისათვის არის ზუსტად საჭირო უნივერსიტეტი, ცოდნა, განათლება და ქართველი ნამდვილად არის ნიჭიერი სადღეგრძელო არ არის და მას შეუძლია მსოფლიო პროგრესის რუკაზე ღირსეულად თავის წარმოჩენა. და ეს მედიკობის კულტურა არის ძალიან ძლიერი კულტურა. ეს სიტყვა მინდა რომ ახლა დავიმახსოვრო და ხო მაშინ მთელი ეს ქართული საეკლესიო სიმდიდრე რომ გაძარცვეს მართლა რუსებმა და შესაკეთებლად რომ ჩაწაიღეს ურმებით ჩამოიტანეს მთელი საქართველოდან და აი პეტრე გაენათელი იყო სასტიკი წინააღმდეგე 56 ურამი ჩამოიტანეს დასავლეთ საქართველოდან ამბობდა რომ შენ რუსეთის იმპერატორის თუ მეორე ნერონი ხარ თუ ვინც ქრისტიანობის სახელით გინდათ რომ ეს ყველაფერი გაძარცვოთ და ძვირფასი ქვები რაც იყო ააცალეს იმ ხელნაწერებზე და დანარჩენი დაწყვეს სიონის ეზოში და იქედან გადარჩენილი ხელნაწერი გვაქვს ჩვენ გვერდები რომ მომწვარი აქვს იქ და ამის შემდეგ შეიქმნა ექვთიმე თაყაშვილის ხელმძღვანელობით საზოგადოება რომელიც დაიარა და ყველგან აგროვებდა ამ ხელნაწერებს. ხო და ბავშვი რო იკითხავს გვერდი რატო აქვს მომწვარი ამაზე პასუხი უნდა იყოს აუცილებლად. ნინო უნივერსიტეტები ქმნიან ამაზე პასუხებს იკვლევენ და ამ კვლევის შესაძლებლობა რაგონია და იქროზის პროპაგანდისტულ ტელევიზიაში და ამტკიცებს რომ არა მაყაშვილი პროვოკაციის ხერხი იყო ასე კი არა ცოდნა უნდა იყოს იმდენად მყარი და პასუხი იმდენად მკაფიო ის იმაზე მაინც რაზეც გვაქვს უკვე პასუხები მკაფიო მათ შორის მეცნიერების მოძიებული რომ ვეღარ გაბედოს აი ეს საცეცების გადგმა პროპაგანდა. მეტიც და დღეს აი როგორც აი ხო ხედავთ არა რომ თანამედროვე ომი ხო აღარ არის ისეთი როგორც იყო მე-19 საუკუნეში ეს ტექნოლოგიური ომი. თანამედროვე ენები არიან ხო ცაში ზუსტად ასევია თანამედროვე ენა ენების ფუნქციებით. ის არის ტექნოლოგიასთან მიბმული და კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ის საზოგადოებრივი მისია უნივერსიტეტისა. დღეს ზოგადად ეგზისტენციალური საკითხია მეცნიერება. ჩვენ რო გადავრჩეთ ამისთვის გვჭირდება მეცნიერება, ხო? აგერ ხა ის ულამაზესი კავკასიონი რომელიც თავზე გვადგას და რომელიცაც ტკბებით მეცნიერებამ უნდა გადაგვარჩინოს იმისგან რაც შორში მოხდა. ხო? და უნდა შეიქმნას ის ადრეული შეტყობინების სისტემა. ამ დროს წარმოიდგინეთ ეს გლაციალური ტბები, ანუ ამ ყინულის დნობის შედეგად გაჩენილი ტბები, ახლა კი ამ წიგნთან კი კავშირში არა, მაგრამ ეს არის უნივერსიტეტის კავშირში ყველაფერი, მეცნიერება. ჩემი მეგობარია გეოლოგი, რომელიც ზუსტად ამას ამბობს, რომ ეს თუ არ შევისწავლით, ეს თავზე დაგვემხობა. წარმოიდგინეთ, აი შვეიცარიაში რატო გადარჩა ის სოფელი, იმიტომ რომ ადრეული შეტყობინების სისტემაა გაკეთებული, ხო? ეს გლაციალური ტბები უნდა აღიწეროს ეს ყინულის ტბები, სადაა ეს სისქე იმისი 300 მეტრი და სად არის 3 მეტრი. სად არ შეიძლება კორუფციული სასტუმროს ხადგმა ესეც პრევენცია. წარმოიდგინეთ რომ ერთადერთი გლაციოლოგიური ცენტრია საქართველოში ლევანტიელიძის წყალობით ეს არის ახალგაზრდა მეცნიერი რომელიც მონაშის უნივერსიტეტში და ჩვენი პროფესორია ასევე რომელმაცაც ყველაზე მეტი მან აღწერა ერთადერთია ვინც ეს აღწერა იმიტომ რომ ის ფოტოგრამეტრიული პრინციპები და მისი აღწერაც მან იცის ხო ამ ცენტრს რო ხურავ ისე რომ არ ეკითხები რა ვიცი ვიღაცას გარდა იმ რამდენიმე მინისტრისა რომელმაც ხელი მოაწერა იმ ეროვნულ კონცეფციას არ შეიძლება ამის გაკეთება. თქვა ზუსტადაც ამ წიგნთან და ამასთან არის კავშირში მე ის კავკასიონი აღარ არჩევს ვინ მთავრობა და ვინ პატრიოტი ვინ პრორუსო და ვინ პროევროპელი და ვინ კაპუცინელი და ვინ ხო და ყველას ემხობა რა ამიტომ ამაზეც იფიქრეთ თუ ფიქრის სანამ მეცნიერება დღეს მართლა არის ის ჯადოსნური ჯოხი, რომელმაც აი ამ საოცრად აჩქარებულ დროში და ტემპებში და რადიკალურად შეცვლილ ტექნოლოგიებში უნდა გადაგვარჩინოს და გაგვიყვანოს სამშვიდობო. არავინ არ ამბობს იმას, რომ მას არ სჭირდება რეფორმირება, კი, ოღონდ არა იმ ადამიანებისგან, რომლებიც საერთოდ არანაირ კავშირი არ აქვს. ერთ რაღაცას ვიტყვი, ეს რეფორმირება ძალიან გავს შენ წიგნში აღწერილ აი ამ რეფორმის როგორც იარაღად გამოყენება ძალიან გავს რელიგიის როგორც იარაღად გამოყენებას. ანუ შენ იფარებ რაღაცა წმინდა
ისეთ წყალი რო არ გაუვა ისეთ კონცეფციას, ხო, რეფორმა ცუდია, არა, არ არის ცუდი რა, ერთმორწმუნეობა ცუდია, არა, არ არის ცუდი, ამას იფარებ და სინამდვილეში აკეთებ აბსოლუტურად საპირისპიროს, ანუ ქრისტიანობას ართმევ ქრისტიანებს და განათლებას ენას ართმევ ენასაც, მათ შორის ეს ხო ჩვენთვის ეს ქრისტიანობაც არის ჩვენი კავშირი დასავლურ სამყაროსთან, ხო, ეგ არჩევანი გავაკეთეთ ჩვენ. და ლიბერალური დემოკრატიაც და ყველანაირი დემოკრატიაც ამის პირმშო მემკვიდრეა, ხო, ამ ქრისტიანობის და ართმევ ენას. აქაც ასე, რეფორმა ქვია, თორემ სინამდვილეში ძალიან კარგად დაარქვა თქვენმა ჯგუფმა და ზუსტად არ მოსწონს გიგამ გონი თუ დეფორმა, გიგამ დაარქვა და დეფორმაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვებს. სიტყვებს ეს არ არის რეფორმა. ჩემი აზრით ეს არის სპეცოპერაცია. ამიტომ მე დეფორმა და სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ და არა ილიაუნის. იმიტომ რომ საქართველოს და ხალხს მე მინდა ეხლა რომ აი პასუხისმგებლობა აქეთაც გადმოვიტან, კი უნივერსიტეტის მისია ისიც რომ მან აუხსნას ეს საზოგადოებას და აჩვენოს რას აკეთებს და მე ამ შემთხვევაში და ჩემი კოლეგებიც ყოველთვის რაღაცნაირად უხელმძღვანელობთ, უბრალოდ ჩემი ისეთი პრინციპი არის სწორედ ის მედეგობის კულტურის გამომუშავება, რომ როგორ გადავარჩინო ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებთ. დიდი მადლობა. აი მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი პროფესორი ირინა ლობჟანიძე, რომელმაც ქართული ენის ნეირული მოდელი ერთადერთია, ვინც ეს გააკეთა და ის UT5, აი საერთაშორისო 160 ენისა, სადაც დევს, იქ არის ატვირთული და მთელი ის თანამედროვე მას ჩვენგან დამოუკიდებლად იყენებენ და იმაზე დამყარებით ქმნიან ახალ ტექნოლოგიურ რესურსს. მე ზუსტად ვიცი, რატომ მინდა იმის გადარჩენა. და ირინა ლობჟანიძემაც იცის, რატო ჩაასხა იმაში, ჩაანთხია ტვინი და სისხლი და ყველაფერი და ყველა იმ სტუდენტმა, ვინც ამას აკეთებს. და მე ხაშვის ეს სხვანაირად განაწყობს ამ სტუდენტებს, ვინც ამაში მუშაობენ, აი ჩემთვის ისეთი ერთი ჩვენი სტუდენტები მოდიან, მუშაობენ პირველში. საქართველოს პროსოპოგრაფია ქვია, ეს ერთ-ერთი პროექტია, ციფრული პროექტი და ერთმანეთს ესაუბრებიან დერეფანში, რომ ვაიმე ძალიან ხელა მოდიან არქივიდან, რომ ხვალ კირილე ნინიძეს სასამართლო აქვს. ანუ ამუშავებს არქივს და ხვალ უნდა იყოს კირილე ნინიძის სასამართლო. კირილე ნინიძე იყო ამბროსი ხელაიას ადვოკატი, ხო? ისინი ეს ავართ ჩვენ ქვეყანა ეგ არის უწყვეტი მეხსიერების ჯაჭვი, რომელიც მართლა ინისწებოთია ჩვენ შემთხვევაში ესე შეკრული და იმით რომ შენ კითხულობ ამ კირილე ნინიძეს, აი ხვალ უნდა გაგიხსნან ის დოკუმენტი მოგცენ რომ კირილე ნინიძეს როგორ ასამართლებენ და ღელავ ხო იცი რაც მოხდა, მაგრამ აი როგორ ღელავ ამის. შენ ამით უერთდები ამ ჯაჭვს. ისე ვერც ქვეყანა იქნები, ვერც ადამიანი, ვერც მშობელი და ვერც მეზობელი. კი, ახლა ვუყურე ერთ ბრაზილიურ ფილმს 70-იან წლების დიქტატურაზე, იქაც პატარა სტუდენტი გოგოები სხედან და ისმენენ ამ ხმებს, მაშინ და ჩანაწერებს, ვით დასჯილ. უნივერსიტეტს ართმევს, სხვათა შორის იქ ეს ფილმი არის უნივერსიტეტს როგორ ერჩის დიდარი კაცი. და ასევე უნდა ვთქვათ, რომ უნივერსიტეტისთვის ბრძოლა დღეს არის ჩვენი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის იდენტობა და ეს ცინიკური მიდგომა, რომ ჩვენ გვეძახიან უსამშობლოებს, ეს არის რუსული ცინიზმი, სპეციფიკური რუსული ცინიზმი, როცა ხდება შეტრიალება, ხო. და ამიტომ ზუსტად სამშობლოს გადარჩენა. ასევე მინდა არ ვიცი, აქედან დასავლეთს ალბათ ვერ თხოვს, სასაცილო იქნება, მაგრამ ასეთი მასალები უნდა იყოს არა ეს არის ჩემი აზრით საყოველთაო მოხმარების საგანი უნდა იყოს. მაგათაც სკოლაში ისტორიის მასწავლებელს თავისუფლად უნდა შეეძლოს, მსგავსი ტექსტებთან კონდეს ხელმი, რომ ასწავლოს სინამდვილეში. შეიძლება რომ გადიან ერეკლემეფეს, აქ წერილები, რომლებიც ფოტოგრაფის არქივებთან, ყველაფერთან წვდომა თუ არა, ხა ისტორიის მასწავლებლმა შეიძლება თქვენსავით ვერ მოახერხოს, რომ წავიდეს და იტალიაში არქივში ჩაჯდეს, ან გამოიყენოს არსებული კვლევები და აი ეს რაღაცნაირად მე ამ ხრივაც მოქნილი უნდა იყოს ეს სისტემა. უამრავი კვლევა, მათ შორის ილიაუნის უამრავი წიგნი
რომელიც ისტორიული ეხლა იწერება და ძალიან გამოგვადგება იმისთვის, რომ ეს თავში არ აჯაბსანდალი აღარ შეძლოს და გააკეთოს ამ გოვერნორს, ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს ასეთი ტექსტები რა. ამ პრობლემა, რამდენი კარგი ამ წიგნის ელექტრონული ვერსია გიათდებს, ამას ეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის იმით გამოვიდა ეს გრანტის ანუ არის PDF ვერსია. PDF ვერსია არის და ამასთანავე ჩვენ საქართველოს კათოლიკური მისიების პროსპოგრაფიული ბაზაც შევქმნით, სადაც თვითონ შეიძლებათ შევიდნენ და აი იკლიონ ნახონ, როდის ჩამოტვირთონ, ამას ძალიან კარგად ახერხებენ ახალგაზრდები, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მოვახერხოთ ამ ჩვენი ენობრივი და უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ციფრული ტრანსფორმაცია. კი, ძალიან რომ ეს ტექნოლოგიები ჩვენ რაღაცა მეზობლის ბავშვის სურათების მოსაწონებლად კი არ გამოვიყენოთ. მაგრამ ტექნოლოგიებამდეც აი ეს ქუჩაში რო ხალხს აჩერებენ ხოლმე რაღაც საზოგადოებრივი გამოკითხვები და საშინელებებს რო პასუხობენ ხოლმე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე აქაც ჩანს და მიმდინარე ცხოვრებაში ჩანს მნიშვნელოვანი ფართო მასებამდე მიტანა ჩვენი ნამდვილი მისიის. რა არის ეროვნული ინტერესები? იმიტომ რომ როდესაც კორექტირდება ისტორია, როდესაც აი ეს რაც არის ხო აი ეს ერთმორწმუნეობის მითი როცა ვრცელდება, იქ ეროვნული ინტერესებიც კორექტირდება. ხო, რა თქმა უნდა. და ეს ეროვნული ინტერესი მე სხვანაირად ითარგმნება პროპაგანდის და სახელმწიფოს მიერ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა წიგნისთვისაც, მოსვლისთვისაც და ბრძოლისთვისაც. დანარჩენებს ვინც თulis რომ დღეს აქედან მინდა მიმართო რექტორებს და იმ ხალხს ვინც ხვდება. ეხლა ამ შემთხვევაში მე ველაპარაკები ხალხს ვინც ხვდება რა ხდება. არ არის ეს რთული მისახვედრი, ეს პროცესი საქართველოს რამდენჯერმე გაიარა თავისი ისტორიის მანძილზე. ნგრევისა და აქ რუსული საცეცების დამკვიდრების. ამიტომ ყველაზე კარგი იარაღი ამ დროს არის რაც ნინო მახსენა მედეგობა, შეწინააღმდეგება და სიმართლის თქმა. გაჩუმებას მოაქვს მეტი, აი ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე, როდესაც რომელიმე კათოლიკე მისიონერი რაღაც დათმობაზე მიდის, იმიტომ რომ გაახანგრძლიოს მისია, ეს არ მუშაობს. ამიტომ საჭიროა პირველივე ნიშანზე, როცა ხვდები რომ შენ რაღაცას გართმევენ, რისთვისაც მთელი ცხოვრება შრომობდი და მოღვაწეობდი, უნდა იყოს ხმამაღლა ნათქვამი. ეს ნამდვილად არ ეხება ნინოს, მაგრამ ეხება ყველას, ვინც დღეს ხვდება რა ხდება. ჩვენი გადასარჩენია ეს ქვეყანა. არავინ არ მოვა და ჩვენს მაგივრად ამას არ გააკეთებს. და არავის შორიდან უნივერსიტეტსაც ილეონის თვითონ ქონდა მცდელობაც და შედეგებიც, რომ საზღვარგარეთ თქვა გერმანიასა, საფრანგეთთან, იტალიასთან აი ეს მიმოწერა, მიმოცვლა, სტუდენტური პროგრამები, უცხოელების მიღება, ეს თვითონ უნდა შექმნა. არავინ არ დაგიძახებს, გავიგე უძველესიერი ყოფილხარ და ხო არ გინდათ ჩვენთან თანამშრომლობა. და სხვაშორის აი ამისი ძალიან მაღალი კულტურაც გაქვს. ამ წიგნის რედაქტორი არის ქალბატონი მზექალა შანიძე და სულ ამბობ, რომ ამ წიგნიდან ყველაზე ძვირფასი რაც დამრჩება, ეს არის თავიდან ბოლომდე ხო წაიკითხა აჭრელებ მისი შენიშვნებით, რჩევებით, რაღაც გასწორებებით, ეს დამრჩება ყველაზე ძვირფასი. და სხვათაშორის, აი ნახეთ, 100 წლის მზექალა შანიძე, ხა მისი იუბილე იყო სწორედ 100 წლის იუბილე და ერთმა ჩვენმა სტუდენტმა ესე უთხრა გიორგი ჯავახიშვილმა, რომ მუნჯი კინოს ეპოქაში დამბადებული მზექალა შანიძე დღეს AI-სთან ამოწმებს რაღაც ინფორმაციებს გადაამოწმებს და დღეს თანამედროვე ციფრულ სამყაროში ცდილობს, რომ იყოს ყველაზე თანამედროვე და იყოს სწორედ აი ამ თაობებს შორის უწყვეტი მემკვიდრეობითობის უნივერსიტეტის იდეის მატარებელი და გონება კიდე ცალკე კვლევის საგანია მგონი რომ ამისი უბრალოდ ამას ვერავინ ვერ გადააბიჯებს ასე მარტივად. არ არის. ეს არ არის არც ერთი რომელიმე კონკრეტული ადამიანის რაღაცა მოსაზრება, რომ რაღაც 15 კაცმა მოაწეროს ამას ხელი. არა, ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, რომლის შეცვლა ასე მარტივად არ შეიძლება. უბრალოდ ამისთვის საჭიროა მართლა მედეგობა, საჭიროა ძალიან ინტენსიურად ამაზე საუბარი, მათ შორის მსმენელებთან უნივერსიტეტის გარეთაც, რომ რა უნდა იყოს მთავარი ნებისმიერი რეფორმის დროს. არა რაღაცის დაანგრევა, ასე ერთი ხელის მოსმით, არამედ ჯერ პირველ რიგში ინვენტარიზაცია რა გვაქვს და რა გვჭირდება მომავალში. და რეფორმათა რას ნიშნავს? უკეთესისკენ მიდიხარ.
და არა უარესისკენ. თუ ყველაფერი ფუჭდება, ამას რეფორმა არ ქვია, ხო? განვითარებას როგორც არ, განვითარება არ ქვია უკუსლას და მოკლედ ასეთი მარტივი რაღაცები არ უნდა შეგვეშალოს. ნინო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობას ვუხდი ჩვენ სპონსორს მთისწყალს, რომლის გარეშეც ეს პოდკასტი ვერ ჩაიწერებოდა და საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც სტუდენტებს ეუბნება, რომ თავისუფალი უნდა იყოს ადამიანი და იდეა დაიბადება თავისუფალ გონებაში. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის. ილიაუნის მადლობა, რომ თავისუფალი ადამიანების მთელ თაობას გვიზრდის. მე გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე.